მამებთან არ დამავიწყდეს, მე როგორც ალერგოლოგს ერთი რჩევა და თხოვნა მაქვს. ხშირად გამიგია, რომ ალერგიული არ ვარ. რამდენად შესაძლებელია, რომ არაალერგიული ადამიანი მომავალში გახდეს ალერგიული? აი შენ თუ დიდი ხანი გაჩერდები წყალში, შეიძლება მათი რაოდენობა კიდე აი გამოირეცხოს და შემცირდეს. სუსტი ბრონქებზე როცა ვლაპარაკობ ხოლმე და ხშირად ავადობაზე, უკვე შემოდის აქ პასიური მძევლობის საკითხი. მე ვეუბნები, ტანსაცმელი მინიმუმ ზედა მაინც გამოიცვალეთ, როცა გარეთ მოწევთ და მე უკან, როცა ბავშვი გინდა მოიხუტო, ეს ჩვილებს განსაკუთრებით ეხება, როცა კომუნიკაცია და მოფერება და ხელში ჭერა უფრო ხანგრძლივად ხორციელდება. ამიტომ და კომპრომისი არ მაქვს კიდე არანაირ გამახურებელ თამბაქოს. მამებსაც ეხება და დედებსაც. მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე მამაზე ვაკეთებ აქცენტს. უცნაურის ჩივილებით მოსულან, რაც კურიოზული შეგვიძლია ვთქვათ, გახსენდებათ რამე და ერთ-ერთი მახსენდება ეს რომ მოვიდა და ძალიან ისეთი კულტურული და კარგი ქალბატონი და მეუბნება რომ აი წლებია ხო იციო ბიძინა მაწუხებსო და ჩვენ რაღაცას ვცდილობთ რომ ვუმკურნალოთო ხან დამიშვიდება მე რაღაცა ვინერვულებ ისე მიბრუნდებაო და რაღაცა ჩამასმინეს ესეთი რაღაცაო რომ მე მქონდა ერთი ცუდი ასე თქვა შემთხვევაც ესეც მინდა ვთქვა იმიტომ რომ ეს არ დამავიწყდება არასდროს როცა ასეთი თხოვნით უცნობ ადამიანს ძალიან თქვენს გასაგონად მინდა ვთქვა და რძალო თუ მულოშენ გეუბნები რძალო შენ გაიგონეს ამბავია თავი რა იყო და რაღაცა ძალაც ვიგზანი ხო ექიმების ასე ვთქვათ ეს ძალა რაში მდგომარეობს მოვიდა ეს სპორტგამცილებელი და მეუბნება ესეთ რაღაცას რომ თქვენ შეაფასეთ ხა ქალბატონის მდგომარეობა და თქვენზეა მთელი ეს ბორტი დამოკიდებული თუ იტყვით ჩვენ ახლა ვართ სადღაც ბუქარესტის თავზე და დაფრენას დავიწყებთ თავარმა პილოტმა ანუ გამოაგზავნა ასე ვთქვათ ეს ანუ თქვენ რასაც იტყვით ისე უნდა მოგიქცეთ ხელა პასუხისგებლობა ხო პასუხისგებლობა იყო დიდი თქვენ თუ გქონიათ ან რამე თუ ალერგია თუ გახდეთ